დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე დაგვირით სტუმრებთან ერთად. დღეს როგორც ყოველთვის ძალიან აქტუალურ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ნამოხვანის ჰესზე ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება გასულ გადაცემაში. აქ მოწვეულები გვყავდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვისაც გული შეტკივა აი ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივია ეს თემა ისევ და ისევ როგორც დასაწყისში აღნიშნე აქტუალურობას არ კარგავს და სუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს მოწვეულ სტუმრებთან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის აი ამ ბლოკის სტუმრები გახლავთ თემურ ცათიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია შერიგების ალამის დამფუძნებელი და დირექტორი და ასევე ოთარ კიკვიძე, შერიგების ალამის ამავე ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ გვეწვით გადაცემაში, როგორ ახართ პირველ რიგში? დიდი მადლობა ყურადღებით გაიხადეთ. დიდი მადლობა თქვენ და დასაწყისში აღვნიშნეთ თემა, რაც ჯერჯერობით ისევ და ისევ აქტუალურია და ისევ და ისევ მტკივნეული არის საზოგადოებისათვის. მართლა ბევრჯერ მოგვიწია ჩვენ აი ამ საკითხზე მსჯელობა აქ გადაცემაში, თუმცა ხედავ რომ რაღაცნაირად ჩაკეტილ წრეში ხდება აი ამ ადამიანების ტრიალი, არც წინ მიდის საქმე და არც თქვათ ისე რომ შეჩერდეს. ანუ ჯერჯერობით ისევ და ისევ ჭობის მომენტია, ბუნებრივია დავანოსებთ იმასაც ვიდრე ჩვენ სიუჟეტს ვნახავთ, ანუ მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს სიუჟეტი და რა მოხდა გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად შეიტყობენ, თუმცა მანამდე დავწერენ იმას, რომ უკვე 44 დღეა, ხო? მე-4 დღე არის დღევანდელი დღის ჩათვლის, რაც კი დაემატა ის, რომ ღამის თევით ადგილობრივი მოსახლეობა და არა მარტო ისინი რეგიონებიდან ჩასული ადამიანები ჩადიან და სოლიდარობას უცხადებენ მათ. მე მგონი უპრიანი იქნება დამეთანხმებით თქვენთ რომ ჯერ სიუჟეტი ვნახოთ და შემდეგ თქვენ იმიჩელებთ და რა თქმა უნდა შეფასებას გაუკეთებთ კიდეც აი ამ საკითხს. მოდით ნახოთ მომზადებული რუბრიკა საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ კვლავ სტუმრებთან ერთად დავიბრუნდებით. მესამე დღეა უკვე დღეს, რაც რიონის ხეობის მოსახლეობა ვაათევთ ღამეს აი აქ სოფელ ჟონეთში და ვაპროტესტებთ ნამოხვა ჰესების მშენებლობას და ზოგადად იმ ენერგოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აქვს დღეს და სახელმწიფოს. ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის, ანუ ჩვენი პროტესტის საგანი პირველ რიგში არის ზუსტად ეს ენერგოპოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ლოკალური პრობლემა ლეჩხუმისთვის, ეს პრობლემა დგას ყველა ხეობაში საქართველოში აბსოლუტურად. და თუ კი ეს არ გახდება ფართო დისკუსიის საგანი და ამაზე ადამიანები უბრალოდ არ ალაპარაკდებიან, არ ისაუბრებენ ამ პრობლემაზე, იმდენად შეუქცევადი პროცესია და ეს იმდენად შეიძლება აი ასეთმა მიდგომამ გამოიწვიოს ისეთი დამანგრეველი შედეგები, რასაც უკვე სამომავლოდ ვეღარ გამოასწორებს ვერავინ, ვერ ჩვენი მომავალი თაობები და ვერც ჩვენ მათ შორის, ვისაც შეიძლება ამისი დღეს აქვს გასაგებია რომ დავუშვათ ხედავს რომ საფრთხეა, მაგრამ თუ ყველა არ დავდექით ახლა ამ საფრთხის წინაშე, უკვე მომავალში საშუალება აღარ გვექნება რომ რაღაც შევეწინააღმდეგო და აზრი აღარ ექნება ჩვენ წინააღმდეგობას. ამიტომ ეს არის ზუსტად დღეს გასაკეთებელი, აი კონკრეტულად მე ხა პირველ რიგში რა ვიცი მესმის რომ რთულია ძალიან ჭირს ახლა ამ კლიმატურ პირობებშიც რა აი აქ დგომა და მოსახლეობა მორიგეობს და ნამდვილად არავის არ უხარია და არ სიამოვნებს ახლა დღეს აქ ყოფნა. ახლა ის რომ კომპანია აქ უკანონოდ იქცევა დღეს და უკანონოდ მოქმედებს, ამას ჩვენ ცალსახად ვამბობთ რომ არ მივცემთ საშუალებას რომ ეს ქმედებები გაგრძელდეს. აი ამას უკვე შევეცდებით ისე რომ რა თქმა უნდა პრობლემას სხვას არავის შეუქმნათ, რა თქმა უნდა, მაგრამ კომპანიას აუცილებლად შეუქმნათ პრობლემას
თუ კი ეცდებიან რომ სამუშაო პროცესი განაახლონ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აქ დგომასაც აზრი არ ექნება. ეხლა ჩვენ ასაკვირველია ორი რაღაცისთვის ვიბრძვით. ეხლა ერთი ის რომ ფართო საზოგადოებას გავაგებინოთ პრობლემის არსი, რაში მდგომარეობს, იმიტომ რომ მათ შორის მეც და ბევრმა აქ დგომა ადამიანებიც რაღაც პირველ ეტაპებზე ეს ყველაფერი არ იცოდა, მაგრამ დღეს ყველა ჩახედილია ამ საკითხში, რაღაც ლამის გეოლოგები და გეოდეზისტი გახდა აქ ხალხი, ხო, ანუ იმდენად ყოველდღიურად უწევთ შეხება ამ პრობლემებთან და ზუსტად დასაბუთებულად იციან რასთან აქვს საქმე. ანუ ჩვენი მიზანი არის ეს, რომ რაც შეიძლება ესეთი ადამიანები გამრავლდნენ. ვისაც ეცოდინება რატომ არის დამღუპველი ეს პოლიტიკა ზუსტად ამ ქვეყნისთვის, ხო? და ეს ერთი ნაწილი და მეორე ის რომ ფიზიკურად არ დგომით, ეხლა ჩვენ 53 დღე აქ გვართ. ავყვეთოთ მათი ეს უკანონო მოქმედებები ჩვენ მიწაზე და დავიცვათ ფიზიკურად დავიცვათ ეს მიწა, ანუ ეს არის მეორე ასე ვთქვათ მნიშვნელობა აქ ჩვენი აქ დგომის. აი ოდითგანვე ჰესების პრობლემა საქართველოში იყო ის რომელთაც ერთიანდებოდა რა 98 წლიდან დაწყებული როცა აი აქვე აპირებდნენ და აშენეს კიდევ ჰესი წვანეთა მოძრაობები და საერთოდ არაერთი ქართველი გაერთიანდა მაშინ და ის კი სამოქალაქო მოძრაობა რომელმაც მე საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა სწორედ აქ გაიცნო ამ ხალხმა ერთმანეთს და ყოველთვის ეს საკითხი იყო სადაც ერთიანდებოდა და ფიქრობ რომ არც ეს იქნება გამონაკლისი ამ ხეობაში არაერთხელ დაგეგმეს ეს უკვე აწლეულების ისტორია რამდენჯერ დაგეგმეს, რამდენჯერ დააპირეს, რამდენჯერ ააშენეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხის ერთიანობამ და გადაწყვეტილებამ იმისა, რომ ხალხის ნების გარეშე მსგავსი რაღაცის მავნებლობის გაკეთება არ შეიძლება მიიყვანა იქამდე, რომ დათმო პოზიციები სახელმწიფო, მაგრამ დათმო სახელმწიფო იდეაში ხალხის სასარგებლო და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა სახელმწიფოს სასარგებლო. იგივე ამბებია ბათუმიდანაც და თბილისიდან, ქუთაისიდან, ყველა კუთხიდან ჩამოდიოდეს აქ ხალხი, გასაგებია ეს კარანტინის პირობები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ხშირად ვიყოთ, მაგრამ ფიქრობ, რომ ახლა თუ არ გავაკეთეთ ეს, ახლა თუ არ დავიცავით ეს მიკროკლიმატი, ამას არაფერი არ ეშველება. ეს არ არის სისტემატიკა, რომელიც შეიძლება რაღაცა პერიოდის შემდეგ დავიბრუნოთ ახლა აფხაზეთზე და ოსეთზე გვაქვს ცხინვალის რეგიონზე ის პრეტენზია და ის სურვილი, რომ ამას როდესღაც დავიბრუნებ და ეს ოკუპანტს უკან გავიყვანთ, მაგრამ აი ამ მომენტს, აი ამ ოკუპაციას, რომელსაც უკვე ჰესების სახით სხვა ფორმაციით ახორციელებს მავან, ხო, აი ამას ვერაზოს ვეღარ შეცვლით. და ვერაზოს ვერ შეცვლით ამ მიკროკლიმატს, რომელიც უბრალოდ აყირავდება იმითი, რომ უბრალოდ გლეხი აქ არც გამართული გლეხები, წელგამართული შედარებით გლეხები მე თუ სამდე მინახავს, ერთ-ერთი არის მახლობელი რეგიონები, ადგილები. სადაც ხალხი შრომობს, დღე და ღამე შრომობს იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები არჩინონ და ამას აკეთებენ. აი ამ ხალხს ერჩიან. წარმოგიდგენიათ ამ ხალხს, რომელსაც სახელმწიფოს არაფერი არ უნდათ. უნდათ რომ უბრალოდ მათი მიწა არ გაანადგურონ და მიკროკლიმატი არ შეცვალონ, რომელიც ესეთი მართლიანია. ახლა ვიმყოფებით ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც უკვე თქვენ ნახევარი არის მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მშენებლობის წინააღმდეგ და დავინტერესდით რომ ამ საზოგადოებას უბრალოდ რატომ აქვს ეს პროტესტი, ვის რას ეწინააღმდეგება ამათი აქ დგომა ასეთი ძიმე პერიოდში და გავიგეთ, მოусმინეთ მათი აზრი მოვისმინეთ და აუცილებელი არის უბრალოდ ყველამ მოусმინოთ ერთმანეთს, ყველამ გაიზიაროს ამათი აზრი. ეს არ არის მარტო ამ რეგიონის პრობლემა და არ იქნება ეს მარტო რამოდენიმე ათეული ადამიანის და კიდაც ასეული ადამიანის პრობლემა. ეს უნდა იყოს გაანალიზებული, რომ სამომავლოდ არ შეიქმნეს ის სირთულეები, რაც მართლაც მოყვება ამ მშენებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი არის სახელმწიფომ, მთავრობამ, ოპოზიციამ, თითოეულმა რიგითმა მოქალაქემ გაიზიაროს თუ კი რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ამ მშენებლობას. ეს ხალხი არ ითხოვს რაღაც პირად პრობლემების მოგვარებას, ეს ხალხი ფიქრობს, რომ ხვალ და ზეგ მომავალი საქართველოსთვის ეს იქნება დამაზიანებელი და ამას უნდა დიდი ანალიზი, დიდი დაფიქრება და ძალიან დიდი ასე ვთქვათ სწორი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ არ იყოს შედეგები დამაზიანებელი. ხალხი უდგივად ამ მეგობრად ადამიანებს ანალოგიური ჩვენთანაც ხდებოდა, ჩვენც ანალოგიური გავიარეთ
ერთ უკან დავაბრუნეთ კომპანია მოსული იყო და ეს არ შეიძლება არ ხელაგებით რომ გადავცეთ სხვა მფლობელობაში მთელი ხეობები ეს ხო ჩვენი სიმდიდრეა ჩვენი მარაგი არის რესურსი არის ეს ჩვენთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა ვიღაცა კომპანიისთვის და მისი მუშა გავხდეთ რომ კომპანიას ვემსახუროთ და ამითინ პრიორიტეტად ეს იყოს და ჩვენი დასაქმება რომ ვითომ ჩვენ გვასაქმებენ და ამის გულისთვის რაღაცებს აკეთებენ არ შეიძლება ასეთი ამხელა ობიექტების ასე ვიღაცა კომპანიებისთვის გადაცემა. ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს მდინარის პირზე ინერტული მასალა სახლისთვის ერთი რაღაცა პატარა მანქანით აიტანო და რაღაცა სახლის ფუძე გაამაგრო იმის ნებართვას არ გვაძლევენ და კომპანიას მთელი ხეობები ამხელა 100 მეტრიანი კაშხალების უფლება მივცეთ და ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ დააზიანებს ბუნებასაც, ვენახსაც, ყველაფერს, რაც აქ მოდის, ჩვენი წინაპრების გაყვანილი გზები არის, ამაზე ცენტრალური გზა არის და ფეხით დადიოდნენ. თუ არ მოგვიხლეშავენ და იმის გულისთვის რომ გზაზე საფარი დაგვიგონ და ამის გულისთვის ხეობები დაუთმოთ, არალოგიკური იქნება ნამდვილად. მეც და ჩემი პანკისელი მეგობრებიც უერთდებით და სოლიდარობას უცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას და სრულიად თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და აპროტესტებენ ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობას. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გახშირდა ეს პრობლემა, საქართველოში ჰესებს მიაქვთ უკვე თითქმის მთელი საქართველო, რადგან არ არსებობს არც ერთი მდინარე, სადაც შეიძლება რომ არ იყოს დაგეგმილი ჰესების მშენებლობა. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება წინამორბედი ხელისუფლებისგან მიიღო რაღაც მემკვიდრეობით, რომ საზოგადოებას არ უნდა შეეკითხოს და ისე უნდა ააშენოს, ისე უნდა მოაწყოს, ისე უნდა გააკეთოს პიროვნულად რომელიმე ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერმა დღეს უკვე კრახი განიცადა. საქართველოში ადამიანები გამოუცოცხლდით. ჩვენ მივხვდით, რომ დღეს მთავრობა თავის დაკნულზე აღარ აცეკვებს მოსახლეობას. ის კასკადის მშენებლობა, რომელიც აქ აი ამ ადგილას იგეგმება ასეთ მშვენიერი ადგილას რაჭა ლეჩხუმში, მე მჯერა რომ არა მარტო პანკისიდან, არა მარტო ქუთაისიდან, არა მარტო თბილისიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან იქნებიან აქ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და მე მჯერად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება მიხვდება ერთხელ და სამუდამოდ, რომ პირველ რიგში თავის მოსახლეობას უნდა შეეკითხოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ააშენებს ჰიდროელექტროსადგურს თუ არ ააშენებს. ესე იგი დაგებრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და ნახეთ მომზადებული მასალა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. ახლა ბუნებრივია უკვე თქვენ გამელოდებით კითხვებზე პასუხს უფრო დეტალურად რა ხდებოდა გუშინ, იმიტომ რომ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ უკვე დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 54 დღე არის, რაც ღამისთავით მიდიან ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდან და სოლიდარობას უცხადებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ბუნებრივია ეს თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ან ერთი კონკრეტული რეგიონის პრობლემა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებულად კი იმერეთის რეგიონის, ამიტომაც ბუნებრივია ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის. მოდი თქვენი დავიწყოთ ბატონო თემურ, რა სითვალისწინებდა გუშინდელი შეხვედრა, რომ ეს პირველი არ არის, მაგრამ თქვათ მაყურებელმა რომ იცოდეს, რას გაესვა ხაზი თქვათ გუშინდელ თქვენს აქტივობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მიესალმები ტელეკომპანია რიონის მაყურებელს. მოგეხსენებათ საქართველოში ჰესების თემა საკმაოდ დიდი ხანია, რაც წამოიწყო და პრობლემატიური საკითხი გახდა საქართველოში, რადგან 21 საუკუნეში ელექტროენერგიის მოხმარება დღითიდღე უფრო იზრდება და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებაც არის ბაზარზე. თუმცა სამწუხაროდ
ასეთი ტენდენცია შემოვიდა საქართველოში, მაშინ როდესაც უცხოეთში ელექტროენერგიის მიღების დროს საზოგადოება კი არ ზარალდება, პირიქით საზოგადოება ხელს უწყობენ და საქართველოში კიდე პირიქით საზოგადოების დაზარალების ნიადაგზე ცდილობენ გამოემუშავონ ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ დღეს არ ცხოვრობთ მე-20 საუკუნეში და გვაქვს 21 საუკუნესთან შეხება, საზოგადოება ხედავთ, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული საკითხები, სხვა ალტერნატიული ამ ელექტროენერგიის ასე ვთქვათ მიღების შესაძლებლობები და აი ამ დროს, როდესაც ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, არ განიხილავენ სხვა ალტერნატიულ საშუალებას და პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით მიდიან ისეთ პროექტებზე, როგორი პროექტების დღესდღეობით წყლის ჰიდროელექტროსადგურები არის. და მოგეხსენებათ, მსგავსი სიტუაციები იყო პანკისის ხეობაში. წარმოიდგინეთ ახლა პანკისის ხეობაში დაპირისპირება რაც მოხდა, ეხებოდა 5 მეგავატი წარმადობის ელექტროსადგურს. ანუ მაშინ, როდესაც გორში ჩვენ ვხედავთ ქარის ჰიდროელექტროსადგური გამოიმუშავებს 3.5 მეგავატს და პანკისში უნდა ეშენებინათ 5 მეგავატის, ანუ თითქმის იგივე ქარის ჰიდროელექტროსადგურის ტოლი კაის უნდა ეშენებინათ და ამის ნიადაგზე უნდა დაეწყვიტათ მდინარე, უნდა შეექმნათ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ჭები უნდა დაწყდარიყო, უამრავი ბევრი პრობლემა უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მაგრამ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში არჩია წასულიყო პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ვაპანკზე, იმიტომ რომ დაკვეთა ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა იყო ძალიან ცუდი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა, 30 წლიანი ხელშეკრულებას აფორმებდა ხელისუფლებასთან და 30 წლის განმავლობაში ხელისუფლება იღებდა ვალდებულებას, რომ 7-დან 8 ცენტის ფარგლებში ის მისგან შეიძენდა ელექტროენერგიას და 30 წლის შემდეგ გადაბარდებოდა, ანუ სახელმწიფო შაბარდებოდა. და ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი დღეს მაშინ, როდესაც ძლიერი ტექნიკა არ არის, 30 წლის შემდეგ რა მდგომარეობაში ჩაბარდება, ჯერ ერთი ქვეყანას ისიც არ ვიცით. 30 წლის შემდეგ როგორ განვითარდება ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გამომუშავების შესაძლებლობები და ალტერნატიული სხვა წყაროები იქნება შენაძენი. ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ დღითიდღე ამ სფეროში მთელი სოფლიო მუშაობს. მაგრამ საქართველოს ამ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს ცვლილებები, ახალ ეტაპზე გადავიდეს ენერგიის მოზიდვისა და ენერგიის მომარაგებისა, გამომუშავებისა, ესენი ისევ ძველ მეთოდით მიდიან და ეს არის საზოგადოებისთვის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, არანაირად არ შეიძლება. თუ ხელისუფლება იძახის, რომ ჰიდროელექტროენერგიაზე ვარ ჩვენ დაყრდნობილები და ეს ჩვენ ეკონომიკას გვერდში დაუდგება, არსებობს სხვა ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შეიძლება ამის გამომუშავება და შესაბამისად არ ყოველად მიუღებელია საზოგადოებაზე, მის კეთილდღეობაზე ხაზგასმით შეესაბამო ქვეყნის ეკონომიკის ზრდა. და ეს არის ზუსტად ის პროტესტი, რაც კერძოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გუშინ ვიყავით ნამახვან ჰესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს აქ ამ გადაცემაში, როგორც თქვენ ახსენეთ, მეც მინახია, ბევრი ადამიანი იყო, ისეთი ძლიერები, რომლებიც დეტალურად აღწერენ თუ რაოდენ დიდ საშიშროებას და საფრთხეს წარმოადგენს ეს მშენებლობა. და ეს ხელისუფლება რომ მოდიოდა მთავრობაში, ხომ, დაპირებები იყო ასეთი, რომ არანაირ ყოველად მიუღებელია ამ ესის მშენებლობა, რადგან ეს პროექტი იყო დაწყებული წინა ხელისუფლების დროს და მაშინ საზოგადოებაში ისეთი დიდი მუხტი არ იყო, ცნობიერება არ იყო იმდენად თუ რა პრობლემები შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს. კარგად გააზრებულია. ეხლა უკვე გააზრებულია, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება. კი, ნამდვილად. ამიტომ ეს ხელისუფლება მოვიდა და იძახდა, რომ ჩვენ არ მივიცევთ მათ ამის გაკეთების უფლებას, ჩვენ არ გავაკეთებთ, რომ კაშხლები აშენდეს, არამედ გამოვიყენებთ ახალ, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ მეთოდებს, რომ ელექტროენერგია მივიღოთ ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დაპირებები კი არ შეასრულეს, პირიქით უფრო გადააჭარბეს და არა მარტო ამ შემთხვევაში ნამახვან ჰესზე, არამედ მიდგნენ პანკისშიც, მიდგნენ სვანეთშიც და საქართველოს ყველა რეგიონში დაიწყეს დაპყრობა და ეს საზოგადოებისთვის არის ყოველად მიუღებელი. კი, და ჭიანურდება ეგ საკითხი, არც წინ მიდის, არც ვთქვათ ნებდებიან ამ საკითხს და რაღაცნაირად მგონია, რომ შედეგზეც ვერ გავტივართ.
და რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ვაგნოთარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხანგრძლივი პროცესი გახდა ეს, მაგრამ საზოგადოება ჩართული არის და აქ ისაუბრა ბატონმა თემურმა, რომ ალტერნატიული გზების მოძიებაც შეიძლება, რომ თქვათ ნაწილობრივ იქნას, თქვათ რაღაც საკითხის მოწესრიგება და ასე შემდეგ. გავალთ შედეგზე როგორ ფიქრობთ, ან რა არის ამ შემთხვევაში შედარებით ისეთი გამოსავალი, რომ თქვათ რაღაც კუთხით ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც იქნას მოყვება. მადლობთ ამ კითხვის პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებელს, რეგიონის ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს. ალბათ მეტი ანალიზი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენი რეგიონის, იმერეთის რეგიონის სირთულე და გამოწვევა. მთელი საქართველოს შემადგენლობით ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი მოქალაქეები უნდა იყვნენ გაერთიანებული ამ დიდი საკითხის მოგვარების წრეში, რა ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს ჩვენ გარანტიას ვერავინ ვერ გვაძლევს, ისეთი ზონა არის ეს ჩვენი ნამოხან ჰესის ტერიტორია, რომ კარგად ვიცით, მეწყრული ზონა არის, საშიში ზონა არის და ჩვენ გარანტორი ვერ გვიხდება ვერავინ, აქ ვერც მშენებელი კომპანია, ვერც რომელიმე პოლიტიკოსი მაგალითად და ვერც ვერავინ თავისთავად. თუ კი ექსპერტები არ იქნებიან ამ საკითხში დასაქმებული და არ იქნება დადებული ეს გარანტიები, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ 10 წლის და 15 წლის შემდეგ შესწავლილია და იციან რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. ანუ ხელახლა უნდა მოხდეს ამის გადაწყვეტა. კვლევები არის 15 წლის უკანელი კვლევებით არიან ესენი ასე ვთქვათ შეიარაღებული, რომლებიც აპირებენ დღეს ამ შენებლობის დაწყებას და ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეიძლება ყოველ წელიწადს შეიცვალოს სიტუაცია რეგიონში. და ამიტომ ჯერჯერობით არა აქვთ ხალხისთვის საიმედო ინფორმაცია მიწოდებული და ეს იწვევს ძალიან გაურკვეველ მდგომარეობას ხალხში. იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო იმერეთის და ქუთაისის მოსახლეობა ვართ ამ საკითხით დაინტერესებული და ადგილობრივი მოსახლეობა. მთელი საქართველოს რეგიონიდან ჩვენ იქ ვნახულობთ ყოველთა ჩამოსვლელს. რომ ეს გულისტკივილი არის, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის დაკვეთა და რაღაც რომელიმე მოხალისეთ ჩადიან ადამიანები, მოდი ასე ვთქვათ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ადგილობრივ იქ მაცხოვრებლებს, იმიტომ რომ პირველ რიგში მათთვის არის ეს საფრთხე, მაგრამ არა მარტო მათთვის, ერთი კონკრეტული დასახლება პრობლემა რო იყოს, მოკლედ იპოვიდი რაიმე ვთქვათ მარტი გზას, რომ ვთქვათ ან შეუცვლიდი საცხოვრებელ სან ასე შემდეგ, მაგრამ ეს ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს, ეს კიდევ უფრო მასშტაბური და გლობალურია. და ამ კუთხით და დროთან ერთად იცვლება ადამიანების დამოკიდებულებას, თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე ინფორმირებული არის საზოგადოება უფრო მეტად და ძალიან კარგადაც აქვთ გააზრებული რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება რეკლამამდე, სადღაც 2 წუთი და გითხოვთ დროს იმისათვის, რომ რაც თქვენი მიმართვაც გააკეთოთ და ამ კუთხით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოთ აი ამ საკითხის მოგვარების ჯერ პრობლემის არსი და შემდეგ რაც შეეხება საზოგადოებას, ჩვენ მინდა მიმართოთ საზოგადოებას ორი სიტყვით. უთხრა, რომ ეს პრობლემა არ არის ნამახვანესის პრობლემა, ეს პრობლემა არის სრულიად საქართველოს მაცხოვრებელთა პრობლემა. სახელმწიფოებრივი აზროვნება არის ის, როდესაც ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ანუ ის, რომ საქართველოში დღეს ეს ნამახვანესის პრობლემა დადგა, მანამდე იყო პანგესი, სვანეთი და ასე შემდგომ. და ჩვენ გვაქვს პირდაპირ შეხებლობა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც არასწორად ზალადობრივი გზით ცდილობს საკუთარ ინტერესები და დამკვეთის ინტერესები გაატაროს პირველ ადგილას. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პირველ ადგილას უნდა იყოს ადამიანი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ყველაფერში ერთობა გვჭირდება. ჩვენ გუშინ ნახეთ, უკვე 44 დღე არის დღეს, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა იქ ღამეებს ათენებენ და ყოველ კვირა დღეს აქციები ხდება და ანუ ხალხი ჩამოდიან ყოველ კვირა დღეობით და ისინი უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ. გუშინ ჩვენ მეც პანკისიდან ჩამოვედი, ჩემი მეგობრებიც ქუთაისიდან იყვნენ ჩამოსულები, ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები, სვანეთიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და სოლიდარობას უცხადებენ. რაც იმის ნიშანია, რომ საზოგადოებამ გამოიღვიძა, დღეს ხელისუფლება ვეღარ შეძლებს საკუთარი ინტერესები მოახვიოს საზოგადოებას და საკუთარი დამკვეთის ინტერესები გაატაროს პირველ ადგილას. ანუ საზოგადოება ამ მხრივ კიდევ უფრო მობილიზებულია და მე ვდოვნებთ, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ეს საკითხი საბოლოოდ.
კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი დროც ამოიწურა, უღმესი მადლობა, იმიტომ რომ ასეთ აქტიურად ხართ ჩართული აი ამ პროცესებში და იმ საზოგადოების და იმ ადამიანების წინ გვერდით დგახართ, რომლებიც ნამდვილად სოლიდარობას ელოდებიან სხვა დანარჩენებისგან. მე ვიცი, რომ ყველა თაობის ახალგაზრდა, ყველა თაობის ადამიანი არის ამ პროცესში ჩართული, მათ ვისაც გული შეტყივა აი ამ პრობლემაზე და ძალიან კარგია ის, რომ საზოგადოებას უკვე მართლა კარგად აქვს გააზრებული, რის წინაშე ვდგავარ და რა საფრთხის შემცროლობას წარმოადგენს თუნდაც ნამოხანის ეს მშენებლობა. ჩვენი დღევანდელი მოკლედ გადაცემის სტუმრები გახდათ თემურ მცათიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია შერიგების ალამის დამფუძნებელი და დირექტორი და ასევე ოთარ კიკვიძე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. მან ნიშნებენ რომ უკვე რეკლამის დრო დადგა, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით დროებით.